დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია კახა კვირიკაშვილი. კახა როგორ ახარ? ძალიან მაგრად. კარგ განწყობაზე, კარგი ამიდი და კარგი საქმისთვის ვარ შეკრებილები. მოკლედ, ძალიან საინტერესო რაღაცეები მოიყვანე შენ დღეს ჩვენთან გადაცემაში და ძალიან ბევრი კითხვა მაქვს მოკლედ ამ ავტომობილებთან დაკავშირებით. სამი განსხვავებული მოდელი გვყავს აქ. პირველი მოდი აი ამით დავიწყოთ. რას წარმოადგენს ეს? მოკლედ Monster Truck-ებს ეძახიან, რაღაც კუთხით შეგვიძლია განვიხილოთ როგორც Monster Buggy და ვინ არის ეს? დაახლოებით ეს მახსენებს თამაში იყო რაღაცა ღმერთებს რო ამარცხებს, შეიძლება იცოდე კიდეც. ძალიან ძლიერი რაღაც თვითონ ღმერთი როა თუ ღმერთიშვილი თუ რაღაცა ეგეთი, აი ეგეთი ტიპი არის. ესე იგი მისი დანიშნულება არის თითქოს სამყარო დაანგრიოს რა. მართლა არაადეკვატურად დიდი ძალა აქვს. ნამდვილ მანქანასთან შედარებით, დაახლოებით აი ნამდვილ მანქანით რო გავსაზღვროთ, 7-8 ცხენი ზალა აქვს. აი ეხლა ნახე კარგად რო წარმოვიდგინოთ, სკუტერი, რომელსაც შეუულია, მაგალითად ჩემი წონის ადამიანი 80 კმ/სთ-ში სისწრაფით ატაროს, იმას აქვს 5 ცხენი ზალა და ამას აქვს 8. საოცრებაა. წონასაც თუ გავითვალისწინებთ სკუტერის და ამის წონას, მაგას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ ნამდვილ მანქანას უნდა კონდეს დაახლოებით 700 ცხენის ზალა, 800-იც და შეიძლება მეტიც, რომ ამას გაუთანაბრდეს. კი. მაგდენად ძლიერი არის. საკმაოდ ისეთი დახვეწილი არის იმ კუთხით, რომ აი ყველაფერი, აი ამორტიზატორები, დაკიდების სისტემა, ყველაფერი აქვს ისეთივე, როგორც ნამდვილ ავტომობილს. და შეიძლება ითქვას უკეთესიც კი. სხვათა შორის ერთ-ერთში არის იმიტირებული და თან ერთი აღსანიშნავი ფაქტი რა არის. მაგალითად, ბევრი მცირე წლოვანი მოდის ჩემთან, სერვისიც ხო გვაქვს ჩვენ და ზოგს უფუჭდება მანქანა რაღაც და ვცდილობ ხოლმე რომ უბრალოდ არ შევუკეთოთ, არ გავატანო რა. იმდენად ერთ-ერთში იმიტირებულია ნამდვილ მანქანასთან, რომ ბავშვები სწავლობენ. და აი რეალურად ხელოსანთან რომ მივა, მე უკვე იცის რომ ეს ყუმბარაა და ის გიტარაა და ასე შემდეგ. მოკლედ, მე თვითონ მომეხმარა რა, იმის და მიხედავთ რომ მოყვარული ავტოსპორტსმენი ვარ, ბევრი რამ ამის მერე შევისწავლე მანქანის თუნდაც ქვედა ნაწილში. ეს არის რადიო მართვადი მანქანები, ანუ RC მანქანები, ხო? აქვს სამი მიმართულება. Toy ვერსიები, ანუ აი სათამაშო ვერსიები, რაც ვიცოდით და აი რო ვერ ასხვავებენ ადამიანები, მერე არის ჰობი ვერსიები, მაგალითად ეს მაინც ჰობიში გადის. სიმართლე რომ გითხრათ ჰობიზე და ზღვარზე, ანუ ფაქტიურად პრო არ თითქმის, მაგრამ ჰობიში გადის ესეც და. აი მერე არის უკვე პრო მიმართულება, იქ სადღაც უკვე ჩემპიონატები და უკვე სერიოზული ამბავი სადაც ხდება რა. მე ანუ YouTube-ზე ხშირად უყურებ ხოლმე უცხოეთში ჩემპიონატებიც სტარდება, ძალიან სერიოზულად ემზადებიან, გუნდები აქვთ და საკმაოდ ასე ვთქვათ, საინტერესოდ მიმდინარეობს ეს ყველაფერი. აი ჩვენთან რა სიტუაცია არის ამ კუთხით? რამდენიმე ჩემპიონატი უკვე ჩავატარეთ, მაგრამ რადგან ჯერ ჩვენთან ახლა და ახლა იყიდებს ფეხს ეს ყველაფერი, ახლა იწევა დონე. ახლა ხვდებით რომ ეს არ არის უბრალოდ სათამაშო ტიპები, გამომდინარე მაქედან ჯერ რა თქმა უნდა, ანუ აი ფედერაციაც ძალიან მალე გვექნება, ბარემ ეს მინდა თქვენ მაყურებელს უთხრა, რომ ძალიან მალე გვექნება ფედერაცია, სადაც შეიძლებენ მოვიდნენ, დარეგისტრირდნენ ბოლელებად და მოკლედ მოვაწყოთ ის ყველაფერი, რაც იქ ხდება. იმიტომ რომ იქ მართლა უკვე ისეთ დონეზე არის ეს ყველაფერი აყვანილი, რომ რა ვიცი. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გვიკლია იქამდე, მაგრამ ეგ ციკლი დაწყებულია ჩვენთან, ძალიან მალე გვექნება ტრეკი, სადაც ჩატარდება ბაგებში, შორტ კურსებში, ოფროუდ მანქანებში და სხვადასხვა სტილში ჩემპიონატები და მოკლედ ვითარდებით მაქსიმალურად ვცდილობთ. შარშანდებთან შედარებით წელს უკვე სულ მინიმუმ ის მიხარია, რომ თუ შარშან ვიყავით პირობითად 20 ადამიანი, ახლა დაახლოებით 100-მდე ვართ. ბევრმა ვინც იცოდა ამ მანქანის შესახებ, ხო აი რო გამიფუძდეს რა ვქნა. და ჩვენ უკვე გვაქვს სერვისი, თან უკვე მარტო არ ვარ, გუნდი ვართ და მარტივად მოკლედ ვახერხებთ ამ ყველაფრის. სერვისი ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ჩვეულებრივ ქალაქის ავტომობილებში, რითიც ყოველდღე გადავადგილდებით, ასევე ესეთ ავტომობილში, რომელსაც ძალიან განსხვავებულად და ერთ-ერთში ნამდვილ ავტომობილთან მიმართებაში აქვს ყველაფერი მოწყობილი. კი. ამ ავტომობილზე რას მეტყვი, რომელიც ცოტა კი არა კარგად ნაომარია, როგორც უყურე. და რომ მოხვედი რაღაც სასწავლო რაღაცებს აკეთებ და თავიდან არ მოველოდი რომ ესეთი კარი იქნებოდა. იცი რა, ეხლა ზომიდან გამომდინარე, ეხლა დარწმუნებული ვარ ადამიანს რომ გაიაროს, ეხლა მონსტრს და იმ მონსტრს დაინახავს, შეიძლება ამ რაღაც გაბზარულს არ შეხედოს, მაგრამ ეს ოდნავ უფრო ნელი მეგონა ვიდრე ესენი, მაგრამ საბოლოოდ მაინც რაღაც. ეს არის სრული არაადეკვატურობა, ეს არის ასე ვთქვათ, ამ სამიდან ერთადერთი პრო კლასის მანქანა. ეს ბრენდი არის ტექნო, რომელიც მსოფლიოშიც კი აი რო გითხრათ ძალიან ცნობილია თქო არა. ეხლა ტრაქსასი, არმა, აქსიალი ყველა მიცის.
მაგრამ ტექნო ძალიან ნაკლები. არა და ბევრად მაღალი დონე არის. ახლოსაც კი ვერ მივლენ ის ზემოთ ჩამოთვლილები და ეს არის ესე იგი სტილით ბეშერი მანქანა. ბეშინგი ეს არის პარკური. ასე ვთქვათ, შეგიძლია სალტოები აკეთო, ეს რატო არის დახაზული ხანახან ესე წარმოიდგინე რომ ადგილზე სალტოების კეთება შეუძლია, ხეებზე ადის, ხეებიდან სალტოები, აი მაგალითად დიდი სეტკა რომ ნახოთ რაღაცა მაგალითად ფეხბურთის სტადიონის ბოლომდე ადის, რაღაც არაადეკვატური მანქანა არის და მოკლედ რაღაცა ესეთი მე მაგალითად სულიერი კავშირი ძალიან დიდი მაქვს არაადეკვატურობასთან და ეს მანქანა ძალიან ხელს მიწყობს. არ მოიწყენთ მოკლედ ამ ავტომობილთან ერთად და არ დაიღლებით ამაშით ასე. ეს სულ მანქანაში დევს. სადაც არ უნდა მივდიოდე, ყოველთვის მანქანაში მიდევს და აი ვიღაცა თუ ნერვებს მომისლის, გადმოვიღებ 2 წამი და ყველაზე ბედნიერი ვარ. ეგრევე. მესამე ეგზემპლარი, პიკაპი. კი. ჰონჩო. ლეგენდარული მოდელი. ეს არის off-road-ი, crawlers რო ვეძახით ხოლმე. ცოტა მისი მართვა ამათთან შედარებით თევზაობას გავს. აი, მეგობრები რო შევიკრიბებით და პიკნიკს რო ვაპირებთ, იქამდე რო ერთი კარგი გემრიელ ესეთი წერეს რო დავარტყავთ, ცოტა ისეთ უსწორმასწორო გზებზე. კარგად რო ვისიამოვნებთ ჩვენც რომ ფეხით გავივლით და მე კარგ გემრიელ მწვაც რო შევცვალთ. აი, იქამდე ამბავი არის ეს. ბევრად უფრო მარტივია, ესე იგი, ამის მართვა ამ ორისგან განსხვავებით. კი, ბევრად მარტივი არის, თუმცა ღრმა სპეციფიკაში თუ განვიხილავთ, რა თქმა უნდა, კარგ მართვას, ეხა, დონე ყველგან დონეა, ხო, მართვის დონე. მაგრამ რა თქვა, ეხა ამას როგორ შევადარო და ამას მაინც არ შეიძლება ამათთან შედარება. აი, მაგალითად, მე ვარ ახლა დამწყები, მინდა რომ დავიწყო, ასე ვთქვათ, მოვიდე ამ თემაში, გავიჩინო მეგობრები, ვიარო ხოლმე ოფროადზე, რაღაც შეჯიბრზე მივიღო მონაწილეობა და აი დაახლოებით რა ბიუჯეტი მჭირდება იმისთვის, რომ აი ამ სფეროში მოვიდე. კი ბატონო. დაახლოებით რა ავტომობილის აწყობა შეიძლება ამ ბიუჯეტის ფარგლებში. კი ბატონო, მაგალითად საშუალო ბიუჯეტი თავის ელემენტიან დამტენიანად, იმიტომ რომ ყველას გონია რომ მოყვება და არ მოყვება, ანუ ელემენტია, მაგალითად ამ მანქანისთვის ელემენტი ვიყიდე, რომელშიც $500 გადავიხადე. ხო ხვდებით, მაგრამ 100 ლარიანიც არსებობს, ოღონდ ძალიან კარგი, ისეთი რომელიც აბსოლუტურად დააკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას. ესე იგი, ასე თავიდან ცოტა ბიუჯეტურად რო დავიწყოთ, 1500 ლარი იქნება დაახლოებით, საშუალო ბიუჯეტს გულისხმობ, იმისთვის რომ ყავდეს მანქანა, კონდეს საკმაოდ კარგი დამტენი და საკმაოდ კარგი ელემენტი. ეს ალკე იმიტომ ამბობამებს, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორებია. და შენ აბსოლუტურად სრულყოფილად შეძლებ სიამოვნების და იმ ყველაფრის განცდას, რასაც მე განვიცდი ამ მანქანებით და რა თქმა უნდა ის რომ კარგი კონკურენცია გაგვიწიო და რაღაცა ჩელენჯებს რასაც დავდგავთ, თავისუფლად აგვყვერა. მე მყავს ერთი მეგობარი, რომელიც საერთოდ არ ატარებს მანქანას. დაახლოებით 20 მანქანა ყავს და 20 ვიყავს ახალი. რატო იცი? მის მოდერნიზებაში არის გადართული. გუში ღამის პირველ საათზე მწერდა რომ ჩემ პატარა მანქანაზე ეკრანი ჩავუყენეო, შიგნითო სიგნალიო და შიგნით მუსიკა ირთვებაო და პლუს იმაზე საქარე მინაზე წყლებს ასხავსო და თორნიკები წმენცო, მეთქი გარეკა ამან. ხო, ანუ იმის თქმა მინდა რომ ყველა რაკურსით აქვს ძალიან დიდი გასაქანი. გააჩნია, მოკლედ შენ რა გინდა მანქანაში რაც გიყვარს, თუ პარტარა მასშტაბშიც გინდა გააკეთო, ნებისმიერი რაკურსით გზახსნელი გაქვს ამ მანქანებში რა. მოკლედ, ძალიან კარგი გასართობი არის ჩემი აზრით და მქონდა უკვე შეხება და გამოვცადე საკუთარ თავზე, ვისაც ესეთი სტანდარტული გართობები, ნადირობა, თევზაობა და აი და ვინც რაღაც ახალს ეძებს, ვინც რაღაც ახალს ეძებს, ჩემი აზრით საკმაოდ საინტერესო იქნება, შეგიძლიათ ცადოთ და დარწმუნებული ვარ, რომ ვისაც ავტომობილები და 4-ბორბლიანი და 2-ბორბლიანი ტრანსპორტი გიყვართ, ყველას მოგეწონებათ. მოკლედ, ნიგამ ესეთი რაღაცა მითხრა კიდე, რომ შენს ავტომობილსო ჩვეულებრივად რო ჩავაბათო გაწევს. მე მოვემზადე და ყველაზე მძიმე რაც ყავდა ის ამოვიყვანე. მადლობა ესე რო დაგვინდეთ. კი ბატონო. ცადოთ? ცადოთ. მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება. დავაი. არ არსებობს. დაძრა. მიდი. მიდი. როგორ ბუქსაობს, როგორ ცდილობს რომ მოეჭიდოს, დააკვირდით უბრალოდ. 1300 კილო არის ავტომობილი. პატარა კრატონის წინააღმდეგ.
არ დანახე კიდე რა აკრეფინა. საღო, საოცარია მოიწე გავაჩერო. საბურავი გახურდა. საოცარია. დაში უნდა. ან დაახლოებით რო წარმოიდგინოთ რა სიმძლავრე აქვს ამ პატარა ანუ სათამაშოს ვერ დაუძახებ ეს სათამაშო არ არის ამ პატარა მონსტრს 1300 კილოგრამიანი ავტომობილი გაწია და წარმოიდგინე უბრალოდ ეხა ერთი თითი რო აქ დაგედო აქ მთელი მომენტია კიდე სიმძიმე რა მოჭიდება აი რო უბრალოდ პატარა აი ალბათ უკვე რავი ორჯერ ჩქარა წამოიყვანდა კიდე რა დაახლოებით ალბათ აი აქ პატარა სათავსო რაც აქვს აქ რო ერთი 10-15 კილო ზემოდან დაგვედო აი 5 კილო იყო ხო მოჭიდებაც უკეთესი ექნებოდა და უფრო შკარად გაწევდა მაგრამ მაინც ისე გემრიელად გაართვა ჩემი აზრით თავი ყველა ის ადამიანი ვისაც გაიცნობთ არსის სფეროში, იცოდეთ რომ აუცილებლად იქნება კრეატიული ადამიანი, აუცილებლად რაღაც განსაკუთრებულად დადებითი იქნება, იმიტომ რომ აი ეგეთი ადამიანები უფრო ხდებიან ამ ყველაფერს აზრს და უფრო მეტად წვდებიან და ბანალურად არ უყურებენ ამ ყველაფერს და რა ვიცი, კარგი სამეგობროს თუ გინდათ, შემოგვიერთით. და სხვათა შორის პირველი შენგელოდები ჩვენ კლუბში. აუცილებლად პირობას ვძებ, რომ აუცილებლად შემოგიერთდებით, იმიტომ რომ ძალიან მომეწონა, აი იმდენად, აი რაღაცნაირი ექსტრემიც არის, საინტერესოც არის, საინტერესო იმ კუთხით არის, რომ ძალიან ბევრ ტექნიკურ ნიუანსს აღმოაჩენთ ავტომობილებში და ისწავლით ავტომობილის სტრუქტურას, როგორ არის აგებული. ელექტროობაში უნდა ერკვეოდე, დაკიდების სისტემაში უნდა ერკვეოდე, საბურავებში ცალკე უნდა, მოკლედ ყველაფერში უნდა ერკვეოდე რა. ანუ აი თუ არ გამოცადე საკუთარ თავზე და არ ატარე ერთხელ მაინც რაღაცას არ დაეჯახე, სადღაც არ ახტა, არ გადა. მასშტაბიც კი აღუქმელია თვალს. აი ძალიან რთულია რა სიტყვებით გადმოცემა, ამიტომ აუცილებლად ვისაც გააქვთ საშუალება და გააქვთ იმის სურვილი, რომ სცადოთ, აუცილებლად სცადეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ძალიან მოგეწონებათ.